რადიკალური პატიება ძალიან განსხვავდება ტრადიციული პატიებისგან. ბრას, ან წყენას, ან ყველაფერ ნეგატიურს შევხედოთ ცნობის მოყვარეობით და არა რაღაც უფრო ნეგატიური ემოციებით. ემოციის არ მიღება და დაბლოკვა არ ნიშნავს კარგს და გადახარშვას. არის თუ არა მომენტი, როდესაც გჭირდება რადიკალური პატიება საკუთარი თავი. უარყოფითი ენერგია ძალიან დიდი ძალა აქვს და ისე გებღაუჭება, რომ თან გიჭირს მერე გაშვება. მე მჯერა რა ყველა დაავადება არის ფსიქოსომატური. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის რომ განიცადო ბოლომდე ემოციას. ადამიანს კი არ პატიებს, სიტუაციას პატიებს. ეხლა დადგა ზუსტად ეგ დრო, რომ თერაპიაზე ყველა ხმა მაღლა საუბრობს, ცუდად ყოფნაზე ყველა ხმა მაღლა საუბრობს. ვერ განვითარდები და გაიზრდები თუ ყველაფერი მშვიდად არის. როგორც ვერ გეყვარება სხვა, შენი თავი თუ არ გიყვარს, ეგრე ვერ აპატიებს სხვას თუ შენ თავს არ აპატიე. მოგესალმებით, მეგობრებო. ჩემი რაღაც წიგნის ჭიობის ამბავი უკვე ალბათ გაიგეთ. დღეს ამიტომ გადავწყვიტე, რომ წიგნების კუთხით წავიყვანო ეს ეპიზოდი. ზოგადად არსებობს ორი წიგნი, რომელმაც ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი გავლენა იქონია ჩემზე და მართლა ვთვლი, რომ ამ წიგნებმა შეცვალა ჩემი ცხოვრება. ეს ორი წიგნი არის პირველი კოლინ ტიპინგის რადიკალური პატიება და მეორე არის მელ რობინსის ქართულად არ არის ნათარგმნი ჯერ, არ ვიცი როგორ ვთარგმნობა, ალბათ რაღაცა let them theory ესე ქვია, ხო, გაშვების თეორია შეიძლება. მოკლედ, პირველი წიგნის ლიცენზია გვაქვს ჩვენ გამომცემლობას ცნობის მოყვარე პანდას. მეორეს ლიცენზია დაგვასწრო პალიტრაელმა, მაგრამ მიხარია, იმიტომ რომ მალე იქნება ნათარგმნი და თქვენ შეძლებთ რომ ქართულად წაიკითხოთ, მართლა სასწაული წიგნია და დღეს ასე მოხდა, რომ ორივე წიგნზე ვწერთ ორ ეპიზოდს გადამულად და პირველი წიგნი კოლინ ტიპინგის რადიკალური პატიება, რის გამოც შევიკრიბე დღეს მე და ჩემი სტუმარი, რომელიც ძალიან მალე შემომიერთდება. ორი სიტყვით სანამ გადავალ წიგნებზე, მინდა რომ ჩვენ გამომცემლობაზეც გითხრათ, იმიტომ რომ რაღაც მგონია რომ კარგად არ მომიყოლია აქამდე. ჩვენი გამომცემლობა ცნობის მოყვარე პანდა შექმნით ორმა დედამ 5 წლის წინ პანდემიის დროს, როდესაც სახლში ეს ვკითხულობდი რაღაც წიგნს, რომელიც ძალიან მომწოდა და არ იყო ქართულ ენაზე და ჩემ ინსტაგრამზე, პრინციპში ინსტაგრამის ბლოგიც ამით დაიწყო, დავიწყე ამ წიგნის, რომელსაც ქვია როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს რომ მოგვისმინონ, ამის სკრინების დადება და მე ქართული რაღაც თარგმანის მიწერა და აი ამით წამოვიდა ეს ჩემი აქტივობა ინსტაგრამზე და მე უკვე იდეა მოგვივიდა მე და სოფოს, მაშინ ერთად გავაკეთეთ ეს გამომცემლობა, რომ ამ წიგნის ლიცენზია გვეყიდა. ამისთვის საჭირო იყო გამომცემლობა დარეგისტრირება შეპესე, შესაბამისად ასე გახდა ცნობის მოყვარე პანდა. ერთ დღეში მოვიფიქრეთ, არ ვიცი საიდან მოვიდა სათავე, უბრალოდ მოვძებნეთ ინტერნეტში რომელი ცხოველი არის ცნობის მოყვარე და თურმე აღმოჩნდა რომ პანდები არიან ცნობის მოყვარები. ესეთი სახელი აქვს მოკლედ ჩვენ გამომცემლობას. გავაგრძელეთ და დღეს რას ვაკეთებთ, მოგიყვებით. ერთი მიმართულება არის ეს რაღაცა მშობლების წიგნები, რომელიც უკვე 3-4 ვთარგმნეთ და კიდე ითარგმნება. მეორე მიმართულება არის ჩვენი საკუთარი საავტორო წიგნები, ემოციების დიდი წიგნი, რაც გვიამბობს სახლი, მართლა 4 წელი მუშაობთ ამ წიგნზე, იმდენად ფანტასტიკური არის და ასევე კიდე სხვა საავტორო წიგნები, მოდის ამ ემოციების დიდი წიგნის გაგრძელებას ვაკეთებთ, ერთს ფინანსებზე, ერთს იურიდიული კუთხით, მოკლედ ეგეც დიდი სერია იქნება და გაგრძელდება, როგორც სახლიც, ასევე ახლა მუშაობთ ბათუმის ერთ-ერთ სახლზე. მესამე მიმართულება არის საბავშვო წიგნები. გვაქვს კონის სერია, სოფლიო ბესტსელერი, რომელსაც მე თვითონ ვთარგმნი, იმიტომ რომ იმდენად მიყვარს ეს წიგნი და ძალიან დიდი ხანი ვიბრძოლე, რომ ეს ლიცენზია ჩვენ ქონა და იმიტომ რომ მართლა ყველა არ არსებობს თემა, რაზეც კონის არ აქვს ერთი ისტორია და ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ყველა მშობლისთვის ძალიან გამოსადეგია ეს სერია. ძალიან ადეკვატური მშობლები ყავს კონის და იმდენი კაი იდეა აქვს კონის, რომ სულ იქიდან რაღაც იდეებს ვიღებ ხოლმე მშობლებისგან. ცოტა ხნის წინ დაბადების დღეს წიგნი, მოკლედ ახლა ვთარგმნით კონის დაბადების დღის წიგნს და იმდენად კარგი იდეებია შიგნით, რომ თამაშობანას დაბადების დღების პროგრამაშიც კი დავამატეთ იქიდან რაღაცები. კიდე ამ ყველაფრის მერე ეს წიგნები, რას ვთქვით, არის ვორქშოპები, რომელსაც ამ წიგნების მიხედვით ვაკეთებთ. ვართ სულ რამდენი ადამიანი მე და ნაუ ვართ, მოკლედ დამფუძნებლები, ორი ადამიანი არის ჩვენ პანდაში, რეალურად ვინც ყველაფერს აკეთებს პანდაში, ეს არის მარია მასკურავა და ნინი გიუნაშვილი. დღეს ნინი არის ჩემი სტუმარი, იმიტომ რომ საუბრობთ რადიკალურ პატიებაზე.
ეს არის წიგნი, რომელსაც ნინი თარგმნის. ნინის ცალკე გაგაცნობთ მე ორი სიტყვით, როგორც ჩვევია, გავაკეთებ პატარა შესავალს ამ წიგნზე და რატო მინდა რომ დღეს თქვენ მოგიყვეთ რადიკალურ პატიებას. ზოგადად რადიკალური პატიების კონცეფცია გავეცანი რამოდენიმე წლის წინ, სრულიად შემთხვევით არ მახსოვს საიდან მოხდა ჩემთან, მაგრამ გონია ხოლმე რაღაც ისე დროს მოდიან წიგნები ჩემთან, როცა ყველაზე ძალიან მჭირდება, პატარა კრიზისი მქონდა რაღაც ეპიზოდი იყო ჩემ ცხოვრებაში ცოტა კრიზისული და ეს წიგნი შემომხდა. სადღაც მივფრინავდი თვითმფრინავში რომ გავხსენი, მართლა წავიკითხე მთლიანი წიგნი ამ რეისზე და გადავირი. აი რო გადმოვედი თვითმფრინავ და მეგონა რომ სხვა ადამიანი ვიყავი. და მოკლედ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია ჩემთვის და მგონია რომ თქვენთვისაც სავარაუდოდ მარტო ეს ეპიზოდი არ გეყოფათ იმის ამ კონცეფციის ჩაწვდომაში მე მაინც გირჩევთ რომ ეს წიგნი შეიძლება თუ ინგლისურად შეგეძლიათ გამოიწეროთ თუ არა და ძალიან მალე ქართულ ენაზე ჩვენც გვექნება უკვე პანდად გამოცემული. ზოგადად რადიკალური პატიება არ ნიშნავს უბრალოდ პატიებას. ეს არ არის რომ ვიღაც ადამიანმა რაღაც გააწყენინა ან რაღაც გააკეთა და შენ ყველაფერი აპატიე, გაუშვი და დაივიწყე და არ მიაქცია ყურადღებას. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ყველა სიტუაცია რაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში შევხედოთ ისე რომ ცხოვრება ხდება რაღაც ჩვენთვის ყველაფერი რაც ჩვენთვის ხდება რაღაც ინგლისური არის ეგეთი ფრაზა რომ for us და არა to us ანუ ცხოვრება მართლა ხდება ჩვენთვის ყველა სიტუაცია ხდება ჩვენთვის და ამ ყველა სიტუაციიდან რაღაცა უნდა გამოვიტანოთ და შეიძლება განკურნოთ ის ბავშვების ტრავმები ან რაღაცა დაჯერებები, რაც ბავშვობაში გქონდა და რამაც მოგვიყვანა იქამდე, რასაც განვიცდით. რატო არის, მოკლედ, მნიშვნელოვანი რადიკალური პატიების კონცეფცია, რომელსაც უფრო ცლად ვისაუბრებთ, ჩემი აზრით, იცით როგორ მიყვარს ცნობის მოყვარეობა, ვთვლი რომ სულ ამას ვიცახი და ჩემი საყვარელი სიტყვაა ცნობის მოყვარეობა და აქაც კი წიგნიც ამაზე გვესაუბრება, რომ ბრას ან წყენას ან ყველაფერ ნეგატიურს შევხედოთ ცნობის მოყვარეობით და არა რაღაც უფრო ნეგატიური ემოციებით. ეს იმდენად ცვლის მოკლედ ამ კონცეფციას თუ როგორ დაინახო სიტუაციები შენ ცხოვრებაში, რომ მე ჩემ პირად მაგალითს ვიტყვი, ეს წელი არ იყო ჩემთვის მარტივი, იმიტომ რომ არ ჩავალ დეტალებში, მაგრამ ბევრი ისეთი სიტუაცია მოხდა შენ ცხოვრებაში, რომ ზოგ ადამიანებთან ურთიერთობა გაწყდა ჩემ ცხოვრებაში. რაღაც სიტუაციები შეიცვალა და ძალიან ბევრი ნეგატივი მოხდა ამ სიტუაციებიდან გამომდინარე და მართლა მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი წაკითხული მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ეს კონცეფცია, მართლა ახლა კიდე ერთხელ უნდა გადავიარო ეს წიგნი და ალბათ დღევანდელი ეპიზოდიც დამეხმარება კიდევ კარგად. წლის თავზე არ ვიგონებ, ვარ მართლა რაღაცნაირად მადლიერი და აბსოლუტური ის რადიკალური პატიება მაქვს ამ სიტუაციებს. მიმართ, იმიტომ რომ მივხვდი რა ყველაფერი იმისთვის, რაღაცისთვის უნდა მომხდარიყო. ისიც კი მივაგენი, რას უშველა ამ სიტუაციამ ჩემი ბავშვობიდან, რა პატერში ვცხოვრობდი და მოკლედ დამეხმარა იმაში, რომ ცოტა სულიერი პერსპექტივიდან შევხედო, რაც ხდება ჩემ ცხოვრებაში. კიდე ერთი მნიშვნელოვანი აზრი რადიკალური პატიების, რაც ჩემთვის ახლა გიყვებით, რაც მე მაქვს გამოტანილი ამ წიგნის წაკითხვიდან, თუმცა ბევრი წლის წინ წავიკითხე, ესე გამოდის და არის ის, რომ რაღაცნაირად უშვებ შენი მსხვერპლის მენტალობას, თუ არ ვიცი როგორ დავარქვა, მაგრამ ძალიან მარტივია, როდესაც რაღაც რთული ხდება ცხოვრებაში, რომ გადავარდებ მსხვერპლის როლში და ვფიქრო, რომ აი რატომ ემართება ეს ყველა ჩემს წინააღმდეგ, არის ეს ადამიანები ამას რატომ იკეთებენ, ცხოვრება ამას რატომ იკეთებს და ყველაზე მარტივი არის ამ დროს აი ამ მსხვერპლის როლში იცხოვრ. როდესაც ცხოვრობ მსხვერპლის როლიდან, ფაქტიურად არ არის შენ ცხოვრებაში არ არის ადგილი შემოქმედებისთვის, ახალი რაღაცის შექმნისთვის და მოკლედ ეს წიგნი მაგაშიც გეხმარება, რომ გაუშვა ეს რაღაცა მსხვერპლის მენტალობა და რაღაცნაირად იყო უფრო გახსნილი და შენი ცხოვრების ავტორი რა სადამდეც მივდივართ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ სულ ამას ლაპარაკობთ ყოველ პოდკასტში, რომ მნიშვნელოვანია რომ აიღო პასუხისმგებლობა შენ ცხოვრებაზე და მართლა იყო შენი საკუთარი ცხოვრების შემქმნელი, ასე ვთქვა. სანამ ნინისთან გადავალ, მინდა რომ პატარა ისტორია მოგიყვეთ, მოკლედ კაცრად არ შემომიდგეთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვიცი ისტორიების მოყოლა, ანეკდოტებს საერთოდ ვერ ყვები, ამიტომ ამ ისტორიას მოვყვები და მე ნინისთან ერთად შეგვიძლია უკვე გავარჩიოთ ეს ამბავი. წიგნის პირველი ნაწილი არის ავტორის კოლინის დის ისტორია, რომელსაც ქვია ჯილი, რომელსაც და ამ პატარა მაგალითად თუ მიხვდებით, საითკენ მიდის მოკლედ ეს რადიკალური პატიება.
მოკლე ისტორია, ჯილი მთელი ბავშვობა ყავდა ძალიან ცივი მამა, რომელსაც რა თქმა უნდა ყველა მამას უყვარს თავისი შვილი, უბრალოდ იყო ცივი მამა, არ ქონდა უნარი რომ გამოხატოს სიყვარული და ძალიან დიდი დანაკლისი ქონდა ამ ჯილს ამ სიყვარულის შესაბამისად, როცა იზრდებოდა, სულ რაღაცა აკლდა ეს თვითკბარობის თემა ქონდა, რომ იმისთვის რომ არ იყო არც საკმარისი, მოკლედ, რომ ვიღაცის სიყვარული გამოეხატა მის მიმართ. თუმცა შეეგუა ამ აზრს და როდესაც გაიზარდა, უკვე თავის ძმას ამ კოლინს გაუჩნდა შვილი და დაინახა, რომ ეს მამა, რომელიც ახლა გახდა ბაბუა, იმდენად თბილი და მოსიყვარულე გახდა ამ შვილის მიმართ და ისეთ სიყვარულს, მოკლედ, აფრქვევდა ამბავს, აბანავდა სიყვარულში, რომ ძალიან გულზე მოხვდა ჯილს, რომ თავის, ალბათ ეს ქვეცნობიერის დონეზე ხდება, რომ თურმე შეძლებია მამას სიყვარულს გამოხატა, თურმე ჩემი ძმისშვილი უყვარს და მე არ ვუყვარდი, მოკლედ, ისე საკმარისი არ ვიყავი ბავშვობაში. და აი ამ პატერში გაიჭედა, მოკლედ, ჩვენი ჯილი გათხოვდა, პირველი ქმარი სულ ღალატობდა, რაც უმტკიცებდა იმ სიტუაციას, რომ არ ხარ საკმარისი, იმიტომ რომ სულ ვიღაცა სხვა მჭირდება იმისთვის, რომ რაღაც ბედნიერი ვიყო, გაშორდა ამ ქვას და ახლა გადგა სიტუაცია, როცა მეორე ქმარი ყავს და რომელიც ძალიან მოსიყვარულე, ბევრი რაღაცა პოზიტიური ძალიან უყვარს თავის ცოლი, მაგრამ ამ კაცის პირველ შვილს გარდაიცვალა ქმარი და ეს პირველი შვილი, რომელიც უკვე დიდი არის, ცოტა ხანი გადმოცხოვრდა ამათთან სახლში და შვილსაც ქვია იგივე სახელი, რაც ძმისშვილს ახლა აურია სანტა-ბარბარა, მაგრამ ამას კარგად გაგიხსნეთ ცოტა ხანში. და უცებ მთელი ყურადღება ამ ახალი ქმრის გადართულია თავის შვილზე, რომელიც გლოვობს, რომელსაც სირთულე აქვს ცხოვრებაში, ავსებს სიყვარულს და ეს ჩვენი ჯილი ეჭვიანობს. და ისე უტრიალებს ის ფიქრი, რომ არ ვარ საკმარისი, იმიტომ რომ აი ამ ქმარსაც არ უყვარვარ, თავის შვილზე არის გადართული თავიდან ბოლომდე. მოკლედ ეს ისტორია და ამ ისტორიის გაგრძელება არის ის, რომ კოლინი ეს თავის ძმავით ეს წიგნი დაწერა, ნელ-ნელა უსვავს კითხვებს, ესაუბრება, რაღაცნაირად აანალიზებინებს სიტუაციას და მარტივია ყველაფერი რა. ცხოვრება უგზავნის მუდმივად ეგეთი ისტორიებს ქმარს, რომელიც ღალატობს ქმარს, რომელიც გადართულია თავის შვილზე და ივიწყებს ცოლს. სხვადასხვა სიტუაციებს თან შვილზე, რომელსაც ქვია იგივე სახელი, რაც იმ გოგოს, ვიზეთ თავის ძმისშვილს, ვიზეთ მამაზე ეჭვიანობდა. ცხოვრება უგზავნის ამ ისტორიებს, რომ რაღაცნაირად სხვანაირად შეხედოს თავის თავს, შეხედოს მოკლედ ამ და რადიკალურად აპატიოს რა, თავისი თავი, მამა, ქმარი, ანუ მთელი სიტუაცია და დაიბრუნოს ეს რაღაცა თავის სიყვარული და არ ჭირდებოდა სხვა ადამიანებმა, რომ აჩვენოს სიყვარული და თავის თავად იყოს საკმარისი. ხო და აი ამ ისტორიის გასაანალიზებლად და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად გადავდივართ ნინი გიუნაშვილთან, რომელიც არის ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, რომელიც გავიცანი თამაშობანაში. ეხლა თამაშობანადან პანდაში შემოგვიერთა კიდე. ნინი არის მართლა ადამიანი, რომელმაც აი რომ ვუყურებ ყოველდღე, გიждები რამდენად შეიძლება ადამიანები გიყვარდეს, როგორც ნინის უყვარს, როგორც შეიძლება ბავშვები გიყვარდეს, როგორც ნინის უყვარს, იმიტომ რომ სულ თავის ნათლულებით დადის ყველგან სადაც დადის. ატარებს პანდას ვორქშოპებს, ბაღებში, სკოლებშიც, მიდის მასწავლებლებს ხდება და ამჯერად თარგმნის ამ ფანტასტიკურ წიგნს თავის ბაბუასთან ერთად, სხვათა შორის ამაზეც მინდა რომ მოგვიყვეს ნინი და მოგვიყვება უფრო კარგად რადიკალურ პატიებას. ნინ, მოგესალმები, დიდი მადლობა რომ აქ ხარ, ძალიან მიხარია რომ დღეს ესეთ მნიშვნელოვან არ თქვა. ესეთ მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ამ პოდკასტის აზრი ზუსტად ვიცი არის ის, რომ მინდა რომ რაღაც სარგებელი მოუტანოთ ადამიანებს, ვიმცოდნით რაც ვიცით და ეს არის ყველაზე სარგებელის მომტანი წიგნი, რაც კი არსებობს რა. კი, ნამდვილად გეთანხმები. და ბაბუასთან ერთად ახსენე თარგმანი. არა, ვიცი როგორ არის, აქამდე სხვა პროექტებზე მიმუშავია ბაბუასთან ერთად და პირიქით იმან დამაწყებინა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თვითონ სულ მაგ ამბავში მუშაობს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვთარგმნი და უბრალოდ გადახედავს ხოლმე თუ რამე არის საჭირო კორექტირების ნაწილში. გული მქონდეს საჩუღები. ნინ, მომიყევი პირველად, მოგვიყევი უბრალოდ პირველად როდის გაიგე რადიკალურ პატიებაზე, წიგზე თუ კონცეფციაზე და ცოტა შენ თავთან მიმართებაში რა მოგიტანა ამ წიგნის თარგმნამ და ამ პროცესმა.
ძალიან ბევრი რაღაც და ეხლაც დღემდე მოაქვს, იმიტომ რომ აი ყოველი თავი რაღაც ახალი გამოწვევა არის და ახალი თვალით მანახებს ყველაფერს და მართლა არ მეგონა წიგს თუ შეეძლო რომ ესეთი გავლენა მოეხდინა ადამიანზე, ანუ აი სულიერ მდგომარეობას გულისხმობ თორე როგორ არა რა თქმა უნდა წიგნები დიდ გავლენას ახდენს ყველაზე. ეს წიგნი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო დროს ზოგადად მე ესე რელიგიური ადამიანი არასდროს არ ვყოფილ ვარ, ანუ ღმერთის რა თქმა უნდა მწამს და ესე, მაგრამ მორწმუნე არ მეთქმის, თუმცა მოგაბრუნა ცოტა მართლა მომაბრუნა, იმიტომ რომ იმდენად ჩემი ენით დამელაპარაკა და იმის მიუხედავად რომ ნამდვილად მეც ოჯახში მყავს სასულიერო პირი და არაჩვეულებრივად მიხსნის ყველაფერს და არ ვიცი მართლა ალბათ თუ ოდესმე სადმე მივალ მასთან მივალ, მაგრამ აი რაღაცნაირად ეს წიგნი ძალიან ჩემენაზე დამელაპარაკა და სხვადასხვა მასთან მქონდა ამ თემაზე განხილვა და აი ძალიან ბევრ რამეში ამყვა და წამომყვა და კი ბატონო, აი მართლა ძალიან დაეთანხმა ბევრ რამეს და იმიტომ რომ იდეაში ეს ხო სულიერებაზე არის ეს წიგნი, ანუ სულიერი გადმოსახედიდან გაჩვენებს რაღაცეებს და გამოჩნდა თან ჩემ ცხოვრებაში ეს წიგნი მაშინ, როცა შენ გემახსოვრება მეგობარი გარდამეცვალა, ხო ძალიან მძიმე მომენტი იყო და აი არ ვიცოდი მართლა რა რისთვის როგორ შემეხედა, როგორ მეფიქრა და უცებ შენ მეუბნები რომ არ გინდა რომ ეს წიგნი თარგმნო და ხო, იმიტომ რომ მე მოგიყევი ზუსტად რომ ბაბუასთან ერთად თარგმნიდი რაღაცეებს და ასე შემდეგ და კი და მე უცებ შენ მითხარი რომ მოდი შენ თარგმნე ეს წიგნი და აი ესე მოვიდა და ამას ვამბობ რომ ზუსტად ეგ მომენტიც ძალიან სხვანაირად გადამატანინა, ბევრ რამეზე სულ სხვანაირად შემახედა და ყოველ დღე როგორც აღნიშნე დასაწყისში მიცვლის აი ამ პერსპექტივებს ცხოვრებაზე და მიადვილებს ცხოვრებას ძალიან მართლა და ვთვლი რომ ბევრმა ადამიანმა კი არა და ყველამ უნდა წაიკითხოს რომ ეს რაღაცა შეცვალონ თავისი აზრები ცხოვრებაზე. მაგ ეხლა რაღაც თუ მისმენდი ცოტა აჯღაბუჯღათ, მაგრამ მოვყევი ჯილის ისტორია და ხო არ დავიწყოთ მაგალითით როგორც წიგში იყო და მე უფრო ღრმად ჩავიდეთ ამ თემაში. აი მაგ ისტორიიდან რა გაკვეთილი არის ჯილზე და ზოგადად რა? ეს ისტორია იწყება ზუსტად ანუ და ძალიან დიდ მადლობას უხდის თვითონ კოლინ დიპინგი თავის დას რომ მისცა საშუალება გამოეყენებინა, ეს ძალიან პირადული არის ეს თემა მაინც და მისცა ამ საშუალება რომ ეთქვა და მოეყოლა ეს ამბავი და ეს არის რომ ჯილს როგორც შენ აღნიშნე ეს პატერნი აქვს რომ მოყვება ოდითგანვე მამისგან, რომ მამას საკმარისი არასდროს არ იყო არავისთვის და ეს იმდენად ჩამოუყალიბდა, იმიტომ რომ მამა მის მიმართ და ვერავის მიმართ ვერ გამოხატავდა სიყვარულს, რომ უკვე ურთიერთობებშიც აქამდე მიდიოდა, ანუ ასეთ ადამიანებს ირჩევდა, ვისთვისაც იცოდა რომ საკმარისი არასდროს არ იქნებოდა. ეს საინტერესო რომ ეგეთ ადამიანის მე ირჩევ შენ თვითონ, ქვეცნობიერად, ხო? და შენ თვითონ ქმნი იმ სიტუაციას, რომ თუნდაც ამას რო ღალატობდა ეს ქმარი, ანუ თვითონ ყოველთვის ჯეროდა ამის რომ მე არ ვარ ისედაც საკმარისი და ეს რო ღალატობდა, ეს კიდე უმტკიცებდა ამას და უფრო და უფრო მსხვერპლის როლში ვარდებოდა და ინარჩუნებდა ამ მსხვერპლის როლს. თუმცა ან წიგნის პირველი არსი რაც არის რომ ჩვენ ეს რაღაცები რაც ხდება ჩვენს თავს იდეაში ჩვენი სული ამ ქვეყნად მოვლენამდე გვისახავს ამ მისიას რომ ეს რაღაცები უნდა გადავლახოთ და როდესაც შენ გიგზავნის თუნდაც ის ქმარი რომელიც ღალატობდა გამოგზავნილია შენი სულის მიერ რომ შენ ეს დაბრკოლება გადაგალახინოს შენ ან გადალახავ ამას ან თუ ვერ გადალახავ კიდე სხვას გამოუშვებს და იგივე პატერნში ჩაქსვავს და სანამ არ გადალახავ აი ამ შენ პირველად ტკივილს და არ გამოხვალ ამ მსხვერპლის როლიდან იქამდე გიგზავნის და გიგზავნის ამ დაბრკოლებებს. აუ აი მეგობრებო თუ რამე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მე კიდე ვიტყვი იმიტომ რომ ჩვევია მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რასაც ამბობ შენ რა სანამ არ გადალახავ პირველად ტკივილს სულ მსგავსი ისტორიები შემოგხვდება ჩემ თავზე მაგაც გაცდილი მართლა გეუბნებით
მე ვიყავი პატარა რომ ვიყავი რაღაც ისეთ სიტუაციაში, ცხოვრობდი ისეთ ქვეყანაში, სადაც იყო რაღაც დაჯგუფება, რომელსაც არ მოწონდა შავთხმიანი ადამიანები. აი, ნუ არსებობს გერმანიაშიც სკინჰედები ეგ დაჯგუფება, რომ აღარ არსებობს ახლა, მაგრამ ნუ ეტყობა ჰიტლერის დროიდან მე წამოსა. და აი ეს შიში რომ ვიღაცა უბრალოდ ანუ შემომით ძალიან ძლიერი მქონდა რა. თუმცა ჩემი დაც ცხოვრობდა ჩემთან ერთად, მაგრამ იმას არ ქონია ეს შიში, ძალიან ინდივიდუალური არის. და მე რაღაც მომენტში ცხოვრობამ და გამიმეორა სიტუაციები, როცა მეშინოდა აი ამ ბულინგის მეშინოდა, რომ ვიღაცა მარშევ და სანამ არ გადავლახე ეს შიში, მოდიოდა თან ზოგი პატარა ფორმით, ზოგი დიდი ფორმით 100% გეთანხმები. ჩვენ ეს ადამიანები, რომლებიც ცუდად გვექცევიან, არასდროს ცუდად არ უნდა შევხედოთ ამ მოცემულობას. ეს უკვე მე რომ გავიაზრებთ, მაგრამ იმ მომენტში ვერ ხვდები ამას. მაგრამ სინამდვილეში ესენი აკეთებენ სიყვარულით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ შენი სულის მეგობარი სულები არიან. და იქ ერთად გეგმავთ ამ ამბავს, რომ აქ რომ მოხვალ, ისინი დაგეხმარონ ადამიანურ ცხოვრებაში, რომ აი ეს რაღაცები გადალახოთ და შემდეგ უკვე შემოდის ჯეფი, მისი მეორე მეუღლე, რომელთანაც იდეალური ურთიერთობა აქვს და გიჟდება ისე უყვარს, მაგრამ ეს მაინც თulis რომ არ იმსახურებს ამ სიყვარულს და არ მაინც რაღაც მომენტში საკმარისი არ უნდა იყოს და ჯეფის შვილთან ურთიერთობას თვითონ ჯილი აღიქვამს ცოტა არაჯანსაღად და აი რაღაც კუდებს მოაბამს. ესე რო ვთქვა, ქართველებსაც გვჩვევია. კი, და კიდევ ერთი წიგნის ძირითადი აზრი რაც არის, რომ აი ამ რადიკალური პატიების, რომ ჩვენ ისტორიას ვიღებთ, როგორც აი მსხვერპლის არქეტიპი ვზივართ მსხვერპლის როლში და ისტორიას ვიღებთ მაგალითად რომ აი ამ ჭიქაში წყალი ასხია და მე ვთხზავთ კიდე მილიონ რაღაცას და საბოლოო ისტორია ჩვენ თავში რაც მოდის 5% სიმართლეა რეალობა არის დანარჩენი ყველაფერი ჩვენს მიერ არის ინტერპრეტირებული და საბოლოოდ მივდივართ იქ რომ ანუ ჯილმაც ეს ჯეფის ისტორია შეთხზა რომ აი თავის შვილთან რაღაც არაჯანსაღი ურთიერთობა აქვს როგორ შეიძლება ესე იკეტებიან ოთახში და მე საერთოდ მეორე ხარისხოვანი გავხდი და რას აკეთებს მისი ძმა კოლინი რომელიც უკვე წლებია ამ რადიკალური პატიების ვორქშოპებს ატარებს ეს დაჯდება და უსმენს ალაპარაკებს პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ადამიანმა მოყეს ეს თავისი ისტორია სრულად თავისი ხედვით და ინტერპრეტაციით და უკვე როდესაც გაიგებს კოლინი ამ ისტორიას, ცდილობს რომ ცოტა შეუცვალოს პერსპექტივა და ეკითხება რომ ჯერ თავიდან ეთანხმება რომ ხო რა თქმა უნდა კი რომ ეს ყველაფერი ძვინვარებს რაღაცა ძალიან ისე ყვება რაღაცებს და მე უკვე ცრემლად რომ დაიღურება და მთელ ემოციებს ამოუშვებს და დაცლილი არის ამ დროს უკვე არის რომ კოლინიება რომ აბა მოდი ხო არ შევხედოთ ესე ხო არ შევხედოთ ისე ამ ყველაფერს და ამაზე თავიდან რა თქმა უნდა ისე მოდის აგრესია, მაგრამ საბოლოო ჯამში ისტორია იმსხრევა თავისი მოგონილი და მიდის ჭეშმარიტ 5%-მდე, საიდანაც დაიწყო ეს ისტორია და ხვდება რომ დანარჩენი ყველაფერი თვითონ მოიგონა და უკვე მერე არის ინტეგრაცია, რომელიც უკვე უნდა შემოიყვანო ეს ყველაფერი შენ ცხოვრებაში და ეცადო რომ აი ამ გზით ახალი პერსპექტივით იცხოვრო, ხო? აი მოდი ჩამოვთვალოთ ეს 5 აქ მიწერია სპეციალურად. პირველი არის მოკლედ ისტორიის მოყოლა. ანუ ეს არის ადგილი, სადაც აი ყველაფერს იხსენებ მოვლენას, ემოციებს, როგორ იმოქმედა შენზე. მეორე არის გრძნობების განცდა, რომ აღიარო და მიცა შენ თავს უფლება, რომ რაღაც სრულად იგზნო ტკივილი, ბრაზი, ყველაფერი. მესამე უკვე ეს როცა გამოსდი, არის ეს ისტორიის კოლაფსი, ანუ გულისხმობს, როცა ეჭქვეშ აყენებს შენ პერსპექტივას და შეიძლება არსებობს ამ სიტუაციის ინტერპრეტების სხვა გზა, ანუ ამაზე დაფიქრება. მერე არის ისტორიის გადახედვა, მეოთხე, რომ რაღაცა გამოსილების ნახვა ცოტა სულიერი პერსპექტივიდან ლინზით რა მოხდება თუ რა იქნებდა ეს რაღაცისთვის მოხდა ჩემ ცხოვრებაში და ბოლო არის ეს ცვლის ინტეგრირება, როცა ახალი პერსპექტივიდან იწყებ ცხოვრებას ძალიან კაი. კი და მეორესთან მინდოდა რომ ჩამერთო რომ აი გრძნობების ბოლომდე განცდა რამდენად მნიშვნელოვანია ერთი მთელი თავი აქვს მიწმილი ამას იმიტომ რომ არიან ადამიანები რომლებიც საკუთარ თავს ეძახიან აი მე სულიერი ადამიანი ვარ და ერთ-ერთ თავში არის ეგეთი რაღაც რომ მოკლედ ვორქშოპი აქვს აი ეს სულიერი
განმანათლებლები ყავს ყველა 90% და რაღაცა მაშინ შედიან რა ქვია მონასტერში აქვთ ეს ვორქშოპი და რომ მივლენ არავინ არ არის და პირდაპირ შედიან ოთახში სადღაც გადაადგილებენ გადმოადგილებენ ყველაფერს და იწყებენ და ეუბნება ამ დროს კოლინი ამ ხალხს რომ აბა ეხლა მითხარითო ყველა რას გრძნობთო რა აი რა შეგრძნებები გაქვთო ეს და უცებ ყველა ერთ-ერთი იძახის რომ ვამეო ჩვენ სულიერი ადამიანები ვართო და ჩვენ ემოციებსო არ განვიცდითო რა ვუშვებთო სულთანო და ის მერე მიხედავსო რა ჩვენ არასდროს არ ვაძლევთ საშუალებას ემოციებს რომ მოგვიცვასო და ნუ აი გაგიჟდება კოლინი რომ ეხა всё ჩამეშალა ეს ვორქშოპი და თან რას იძახიან როგორ შეიძლება იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ეს არის რომ განიცადო ბოლომდე ემოცია იქნება ეს უარყოფითი თუ დადებითი და როგორია რომ ყველაფერი თავზე ჩამოიშალა უცებ შემორბის კარიდან ერთ-ერთი ბერი აწითლებული, გაცოფებული და ვინ არისო აქო ეხლა ამ ყველაფრის ორგანიზატორიო დროზე უნდა ვნახო და ნუ ეს კოლინი მეუბნება რომ მე ვარ და დიდი ჩხუბი ატყდება მოკლედ ეს კაცი გაცოფებული გამომყევი გარეთ უნდა დაგელაპარაკო და ეს უცებ ამ ყველას უყურებს და ეხლა კარგად მომისმინება ძალიან ისე ჩხუბით რა თითიო მიუტანეო სახესთანე და არ მაინტერესებსო ვინ ხარო რა გაცვიაო მეო აქო ვორქშოპი მაქო და ვერაფრით ამ წუთას ვერ შევწყვეთ ჩემ ვორქშოპს გადი გარეთო და დავამთავრებ ერთ საათში და გამოვალ და მე დაგელაპარაკები და გაოგნებული გავიდაო ეს კაცი და ყველა იჯდო პირდაღებული მიყურებდაო და რომ მივედიო ესე ვეუბნებიო რა ეხლა დროზე ყველა მითხარით რას გრძნობთო და არ დამიწყოთო რომ სულს მივეცი და ამას მივეცი ეხლა უნდა მითხრათ რას ამ კაცმა გადამარჩინა მაგრამ ყველამ აბსოლუტურად მე გამოთქვა თავისი ემოციებიო და მე უკვე დავამუშავეთ ეს ყველაფერიო ანუ ემოციის არ მიღება და დაბლოკვა არ ნიშნავს კარგს და გადახარშვას იმიტომ რომ უნდა გადაიხარშოს ყველა ემოცია უნდა აუცილებლად იქნო უარყოფითიც და დადებითიც და ერთ-ერთი რასაც ამბობს რომ არ არსებობს ესე უარყოფითი და დადებითი ენერგია არ არსებობს. მოდის ეს ენერგია შენთან და მე შენ წყვეთ უკვე როგორ მომართო ეს დადებითად თუ უარყოფითად. ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეგ გეუბნება იმათ ცოტა რაღაცნაირად გაგზნობინებს, რომ შენ ხელშია რა. ზუსტად. მე უზემოთ ემოციური ადამიანი ვარ, გინახი ვარ. ვიცი. რა რებზე მიტირიან ნინისთან, აი ამართლა ვერ გეტყვით, მაგრამ ანუ მართლა ვგრძნობ რომ შემეძლო იმ დროს ეს ინფორმაცია სხვა ტუნელით გამეშვა. კი, ზუსტად და შენში უბრალოდ ეს ენერგია მოდის და მე შენ ამას აქცევ უარყოფითად თუ დადებითად შენზეა დამოკიდებული. თუმცა უარყოფითი ენერგია ძალიან დიდი ძალა აქვს და ისე გებღაუჭება რომ ძალიან გიჭირს მე გაშვება. აი არ ვიცი დიდი მუშაობა გჭირდება ამისთვის რა. ძალა აქვს ენერგია ბრას ვიდრე სხვა რაღაცას რა. კი. სულ იმას ვამბობთ, რომ ყველა ემოცია მისაღებია, ყველა საქციელი არა, შეიძლება რაღაცა თუ გაბრაზდი, ეს არის ბრაზი და არ ქვა სახელი და შეიძლება ამ დროს რომ რაღაც ბალიში დაარტყან, დახიო ფურცელი ან რაღაცა და ადამიანს არ დაარტყა, მაგრამ ყველა ემოცია რეალურად მისაღებია. ახლა ჩვენ წიგნი რო არის ემოციების დიდი წიგნი, იქაც ხო სულ ემოციებზე საუბრობთ და დააკვირდი იმ წიგნის 80% არის უფრო ნეგატიური ემოციებზე, უფრო ბრაზზე, რაღაცა ზიზღზე, რაღაც სხვა რაღაცებზე და გაოცებაზე გქონდა ერთი გვერდი, იმიტომ რომ ეგეთია რა. კი და სხვათა შორის რაც ემოციების წიგნში წერია, მაგის უმრავლესობა, ანუ როგორ გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს, არის ამ წიგნში კი. აი თუ ბალიშზე დარტყმა, ხო, და რაღაც ესეთი რაღაცეები რა. და ეხლა შენახსენე ემოციების დიდი წიგნი და პატარა ჩართვას გავაკეთე. და ხარ მუშაობ. ძალიან და რეკლამა პაუზა. ზუსტად ეგ მინდა გამეკეთებინა. ჩვენ მოვდივართ თქვენს სკოლებში და ვაკეთებთ კითხვის საათებს. ცნობის მოყარე პანდათი. ამჟამად გვაქვს ბაღის მოსწავლეებისთვის კონის წიგნების კითხვის საათი, რომელიც არის არაჩვეულებრივი და ბიბლიაში გვაქვს ხოლმე ყოველ მეორე შაბათს და არის მოკლედ ისეთი სასიამოვნო არის თვითონ მე პირადად ვარ მოწმე. ჩვენთვისაც და ბავშვებიც ისე არიან ჩართულები ყველაფერში და ეხლა დავიწყეთ კიდევ რას გვიამბობს სახლი, რომელიც არის ჩემი
ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნი და ნინის ნაშრომი ისე ეტყობა, იმიტომ რომ აი არ ვიცი, საოცრად არის ჩაშლილი ყველაფერი, რომ ბავშვებმა კარგად აღიქვან რაღაცაები, ბოდიში გადავუხვიე, მაგრამ უბრალოდ მინდა არა ეს ხო სარეკლამო პაუზა არის. საუბარი რომ მე ძალიან მიჭირდა ყოველთვის დამეკავშირებინა ქრონოლოგიურად ვინ როდის იყო და მოღვაწეობდა. 100% და ამ წიგნში ეს არის რომ უკვე იცი რომ ესენი არიან ერთი პერიოდის მოღვაწეები და თან არის ყველა საოცარი საქმე რაც მათ უკეთებიათ. საუბარია ილია, აკაკი, ვაჟა და მათ გარშემო ვინც არსებობდა და ვინც ყოფილა და ისეთი ჩუმი რაღაცები რაც გაუკეთებიათ ამ ადამიანებს არა რაც არ წერია ყველა წიგნში. და ნინი მოკლედ ეს ინფორმაცია შეაგროვა მთლიანად. მარტო ვერ დავიბრალებ. შედეს დიანამ თათი ძალიან ბევრი ადამიანი ვაკეთებდით ამ წიგნს. და 4 წელი მივუძღვენით ამ წიგნის. ეხლა მეორე ნაწილიც დავიწყეთ. როგორ მიხარია, ველოდებოდი ძალიან. არა, ამას უფრო ჩქარა ვიზოთ იმედი. ამ წიგნით მოკლედ ეხლა უკვე სკოლებში ვაპირებთ რომ მივიდეთ და გავაცნოთ ბავშვებს. დაგვირეკეთ, ანუ ამოანათე ტელეფონის აქ იქნება ღილაკი ამასათე. ნინ, მოკლედ რა დაუბრუნდეთ ამ თემას. ეხლა შენ რომ მოყევი ჯილის ისტორია, მინდოდა რომ მეკითხა შენთვის რა განსხვავება? აი ხო შეიძლება ჯილი წასულიყო თერაპევტთან, ხო, ფსიქოთერაპევტთან და იქ ეს ყველაფერი მოეყოლა, იმიტომ რომ მეც 3 წელი კი არა და ვიტყვები უკვე 5 წელია თერაპიაში ვარ და ძალიან ბევრ თემას განვიხილავ. ხო არ არის ეს რადიკალური პატიება, რაღაც შორტკატი, მოკლე გზა, რომ კი ბატონო. აი რაღაც ორი სიტყვით შენი აზრი მითხარ. მეც ესე ვფიქრობ ზუსტად და აი ამაზე მინდოდა ძალიან მესაუბრა, რომ ესე იგი რადიკალური პატიება ძალიან განსხვავდება ტრადიციული პატიებისგან, იმიტომ რომ ეგ კარგად აგვიხსენი გთხოვ. ხო, ანუ ტრადიციული პატიება არის რომ შენ აპატია იმ ადამიანს და მე აღარ ფიქრობ, უკვე რა ხდება, აპატია არა გულით და არა ისე როგორც რომ შენ გათავისუფლდე ამ გრძნობისგან. უბრალოდ აი ვალდებული ხარ რომ აპატიო, ну შეიძლება ისედაც გულითაც აპატიო, მაგრამ მაინც ვერ იღებ იმ შედეგს, რასაც იღებ რადიკალური პატიების დროს. იმიტომ რომ რადიკალურ პატიებაში იმდენი პუნქტი არის ჩაშლილი და იმდენი რაღაც არის რის მიხედვითაც შენ პატიობ ამ ადამიანებს, რომ უკვე შეუძლებელია რომ იმ გრძნობამ შენ მერე დაგტანჯოს ან გაგაწამოს ან გაგაწვალოს, რომ დაგრჩეს რაღაც. იმიტომ რომ ძალიან გააზრებულად პატიობ ამ ყველაფერს და მეც ადამიანს კი არ პატიობ, სიტუაციას პატიობ, და ანუ რადიკალური პატიება არ არის ესე უბრალოდ პატიება. შენ თლიანად შენ მიმართულებას, შენ შეხუდულებებს ცლი და აკეთებ იმას, რომ უბრალოდ სხვა გადმოსახედიდან უყურებ სიტუაციას და ავტომატურად ხდება ეს და ავტომატურად ხდებაზეც დავუბრუნდები მე, მაგრამ ვიტყვი რომ მეც ძალიან დიდი ხანია თერაპიას გავდივარ და ნუ ეხლა უკვე ესეთი უბრალოდ წელიწადში ერთხელ მივდივარ ხოლმე რომ შევაჯამო წელი, თორე აქამდე აქტიურად დავდიოდი მეც ესე 5+ წელი. და როცა რადიკალური პატიება წავიკითხე და ეხლა კიდე პროცესში ვარ, მივხვდი რომ ყველა ეს ნაბიჯი აი ამ 5+ წელში გავიარე და ანუ ამის მიხედვით მიმდინარეობს რეალურად თერაპიაც და ამას ამდენი ხნის განმავლობაში გასწავლის, იმიტომ რომ პირველი ანუ რასაც გეუბნება რომ შენ თავისუფლდები ამ ემოციებისგან, ამ გრძნობებისგან, ყველა ცუდი ენერგიისგან და თერაპიაც ამას შვება რომ გასწავლის როგორ გათავისუფლდე ამ ცუდი ენერგიებისგან. ხო და ეს არის ზუსტად ეგ რომ აი შორტკატია, მაგრამ ჩემი აზრით მორალურადაც მზად უნდა იყო რომ ეს მიიღო და ალბათ ამ თერაპიამაც განაპირობა ის, რომ ჩვენ ეს ესე ადვილად მივიღეთ. თან აი მართლა მგონია, რომ ეს წიგნი იმათთან მიდის, ვინც არის მზად, რომ გადადგას ნაბიჯი. მე მახსოვს რამოდენიმე ადამიანს ვაჩუქე ეს წიგნი რა. მე კი ჩვევია რომ ხოც არ მეკითხებიან რჩევას და მაინც ურჩევ, მაგრამ მუშაობ მაგაზე, დიდი წისვლა მაქვს, აღარ დაძალებით აღარ ვეხმარები ადამიანებს, მაგრამ აი რამოდენიმე ადამიანს როცა თვითონ ქონდა რა ეს რომ აი როგორ გონია აი ესეთი დიდი წყენა მაქვს და რა ვქნა როცა ვურჩი აი მარტო ამ ადამიანებს ვისაც თვითონ ქონდა სურვილი რომ დაემუშავებინა რაღაც ტკივილი ცხოვრება შეუცვალა 180 360 200,000 მილიონი გრადუსით, იმიტომ რომ როცა შენ მზად ხარ ცვლილებისთვის სხვანაირად შემოდის რა ეს ცვლილება შენში. ანუ იდეაში მთელი რადიკალური პატიება არის ენერგიაზე დაფუძნებული. აი გუნა მეკითხა ზუსტად. ჩვენი ენერგიებიც თანხwebdriverში. გძნობ მაგრამ ეკრანი დავით გძნობ როგორი თანხwebdriver გვაქვს ემოციების? კიო. დააკნია ხა. ხო და ეხლა რაშია საქმე?
ჩვენი ცხოვრება არის ეს დიდი ენერგია, ანუ სიცოცხლის ენერგია, რომელიც აი წარმოიდგინეთ ჩვენში ბრუნავს. და ამ დროს შენთან თუ რაღაც უარყოფითი ენერგია, ანუ უბრალოდ ენერგია შემოვიდა და შენ უარყოფითად გადააქცია და გაიჭედა. შენ ანუ პატარა საცობები ჩნდება აი ამ შენს სიცოცხლის ენერგიაში და ეს საცობები უკვე ხელს უშლის რომ გააგრძელოს ვეღარ ტრიალებს და ხდები ცუდად ფიზიკურად უკვე. ავად ხდები. სხვათა შორის დაავადების მიმართულებისაც ძალიან კარგი თავი არის აქ. ძალიან მინდა რომ ეგ უფრო კარგად ჩაგვიშალო, იმიტომ რომ მე მჯერა რა ყველა დაავადება არის ფსიქოსომატური. იმდენად მჯერა ამის რომ აი ციგნებიც მაქვს ბევრი ხო იცი აი ყველა რა თავის ტკივილი რომ შაკიკი არის ხელით უქტკივა ესე იგი დახმარების თხოვნა არ შეგიძლია აი კი თელი ის მაქვს რა სამი ციგნი აი ყველანაირი ხო და ზუსტად ამაზეა და ეს ჩინური მედიცინაც ახლა რო ვკითხულობდი თან მივხვდი რა აკუპუნქტურა აი პირდაპირ ამასთან მოდის თანხმედრაში იმიტომ რომ მე რაღაც პერიოდი დავდიოდი ანუ ვიცნობ ერთ ადამიანს რომელიც არის არაჩვეულებრივი ქალბატონი ნინო ვაშაკიძე, რომელიც აკუპუნქტურას ატარებს და ნუ აი ისეთი ხალხისთვის უმკურნალებია და ისეთი ხალხი განუკურნებია. მეც წავიდე ნინო. მეც უნდა წავიდე, იმიტომ რომ წავიდეთ. ხო, იმიტომ რომ ნანახი მაგ დედა ჩემსაც ძალიან დაეხმარა, ანუ ყველაფერზე შველის წელის ტკივილი იქნება თუ რაღაცა დეპრესია შეიძლება იყოს, ყველაფერს შველის და პირდაპირ გეუბნება რა გჭირს აი შენი ხელის გასინჯვით. სად გაქვს პრობლემა და ну, ჩემთვის ის იყო, აი როგორი აღმოჩენით, ზოგ ადამიანს მაგის არ ჯერა და თუ არ გჯერა, მგონია რომ შეიძლება არც მოხდეს ეს ყველაფერი. მაგრამ ჩემთვის ეგ იყო პირველი რამ, რაც აი ამასთან ცოტა ახლოს იყო და ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი, რომ მეთქი რა მაგარი რაღაცა და ეხა აქ ვკითხულობ ზუსტად მაგას, რომ ნინო რასაც მომდა მაშინ, რომ აი ეს ენერგია რაც არის პატარა საცობები რო ჩნდება და უკვე შენ ავადდები. შეიძლება მე ეს საცობი უცებ იმდენი იყოს, რომ ვეღარ გაუმკლავდეს შენი სასიცოცხლო ენერგია. და რა ხდება? იწყება თუნდაც სიმსივნე, აი საიდან ყალიბდება. ერთ-ერთი თეორია ესეც არის აქ, რომ მე ანუ ამას ქონდა ეს სიმსივნით დაავადებულთა რიტრიტები. და აქ კითხო ერთ რაღაცა, სადღაც წავიკითხე, რომ სიმსივნე არის რეალურად ყველაზე დიდი ფორმა, როცა ადამიანს თავის თავს ებრძვის. იმიტომ რომ სიმსივნე ხო რა არის შიგნიდან კლავს, ანუ იმდენად აქვს მიუღებლობა თავის თავს. ეხლა რა თქმა უნდა არ არის ეს რაღაც სამედიცინო კუთხით, ცოტა ეზოთერიული კუთხით შეგიძლია შეხედოთ, მაგრამ ერთ თეორია იგი იყო, რომ ადამიანი იმდენად თავის თავს ებრძვის, რომ შიგნიდან კლავს თავის თავს. კი ბატონო, უბრალოდ ეს მარტო შენ თავთან ბრძოლაზე არ არის, ეს არის, ანუ ნუ პრინციპში ეგ არის რა, რომ ეწინააღმდეგები რომ გამოუშვა ენერგია, ახდენ რაღაც ყველა შენი ემოციის ჩაპრესვას და ანუ ვცდილობ რომ ანუ არ გამოუშვა ეს ემოციები და ეგ გუნდოს და მე ეს საცობები ერთმანეთის მიყოლებით მოდის და დიდი საცობი ჩნდება, რომელიც შეგვიძლია დავარქვათ ამას სიმსივნე. და ამის განსაკურნებლად თუ დიდი არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ხანია საჭირო და აქ საუბარი არის და ეს კოლინი ამას ამბობს, რომ მე რომ მქონდაო ეს რიტრიტებიო, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნაო, იმიტომ რომ თუ უნდა გჯეროდეს ამისი, როცა მოდიხარ და იყო ერთი ქალი, რომელიც ამ ქალს ეკლესიამ შეუგროვა ფული, რომ გაეშვათ აქ. იმიტომ რომ ძალიან ცუდი სტადიის სიმსივნე მქონდა, რაღაც მეოთხე სტადიის თუ რაღაც და თავის შვილთან ერთად მოვიდა და ესე იგი ამ შვილთან ერთად რომ მოვიდა, სულ დაძაბულობა ქონდა შვილთან ერთად. აი საშინლად ჩხუბობდნენ და ეს ქალი ამბობდა რომ ვერ ვიტანო. აი ხან შემიძლია ვთქვა რომ ჩემ შვილს ვერ ვიტანო რა. და მოკლედ აი ამ მის განმავლობაში თერაპიის განმავლობაში და რაც იქ იყვნენ, ერთ-ერთი მედიტაციის დროს ამ ქალმა დაინახა თავისი და თავისი შვილის სულები, სანამ აქ მოვიდოდნენ, როგორ გეგმავდნენ ამას, რომ აი აქ პრობლემები მოეგვარებინათ და
ეს იყო გამოფხიზლებაო და გამოღვიძებაო და რო გავახილე თვალიო, ეგრევე ცრემლად დავიღვარეო, ანუ ეს ქალი ტიროდა, ეს ბავშვი ტიროდა და მოკლედ ჩაეხუტნენ ერთმანეთს და მოუგვარდათ ეს პრობლემა და მე უკვე აქ სიმსივნეზე აღარ არის ახლა ამის შემთხვევაში საუბარი, მაგრამ ნუ ესე კონკრეტულად არ ამბობს, თუმცა ეს ქალიც გადარჩა და გზა მაგითკენ. იყო კიდე ერთი შემთხვევა, რომ ამ გოგოსაც ძალიან დიდი სიმსივნე ჰქონდა და უბრალოდ ერთი ურთიერთობა იყო, რომელიც ვერასდროს ვერ დაივიწყა და იმის მერე მთელი ცხოვრება იებღაუჭებოდა იმ ურთიერთობას. მერე კიდე ქონდა ბევრი ურთიერთობა, 8 წელი იყო გასული თუ აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ვერ გაუშვა ვერასდროს ეს ურთიერთობა და ის ნივთები ყველაფერი ჩალაგებული ქონდა და სხვენში ქონდა შენახული იმქიდან მოყოლებული და კოლინი რო დაუჯდა და უთხრა რომ მოდი ჩამოვიტანოთ და მოდი გავთავისუფლდეთ ამისგან, სამწუხაროდ ძალიან დიდი სიმსივნე ქონდა და იმ ღამეს ეგრე უნდა გაეკეთებინათ. ანუ კოლინი ეს ეხსნის რომ ეტყობა რომ მიხვდაო ყველაფერსო და რომ უნდა ეგრძნო ეს ყველაფერიო არ უნდაო ამის გრძნობაო და ეგრევე კოლაფსი და გარდაიცვალა იმ ღამესვე რო წაიყვანეს საავადმყოფოში რა, იმიტომ რომ შეეწინააღმდეგა ამის გაშვებას და ამ ყველაფრის განცდას თავიდანო. ერთი არის კიდე კარგი, მოდი პოზიტიურზე წავიდეთ. რომ ერთ-ერთი ქალბატონი იყო, რომელსაც ასევე ძალიან ცუდი სტადიის სიმსივნე ჰქონდა და თქვა, მოკლედ ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ და ამან უთხრა ექიმებს, რომ ძალიან გთხოვთ 30 დღე მომეცითო და 30 დღეში მოვალო და მე გავიკეთებო და ნუ აი ძალიან წინააღმდეგები იყვნენ ექიმები, იმიტომ რომ სასწრაფო ოპერაცია იყო გასაკეთებელი, მაგრამ ნუ სხვა გზა არ ჰქონდათ და მისცეს. ეს ქალი წავიდა რაღაც სახლი იქირავა მთაში მარტო და მთელი 30 დღე ლოცულობდა, მედიტირებდა და აი ამ ენერგიებს უშვებდა და მანიფესტაციებს აკეთებდა და რო დაბრუნდა, ექიმებიო შოკში იყვნენ, რომ ანუ რანაირად დაპატარავდა ესე სიმსივნე. ანუ ეს ქალი მუშაობდა აი ამ რაღაცების საქართველოში მსგავსი რაღაცების შანსი არ გვაქვს ხო ჩვენ? საქართველოში გვაქვს მსგავსი რაღაცების შანსი. ეხლა ზუსტად სანამ დავიწყებდით ინსტაგრამზე ვნახე რომ ეს კოლინი ცოცხალია, არ ვიცი ხოთაში. მე მგონი კი ჯერჯერობით არის. მაგარი იქნება პრეზენტაციაზე კოლინი რა ვორქშოპი. სიგიჟე იქნება. მაგრამ მარიამს უთხრავს ის ჩამოიყვას ხური. ხო. მაგრამ მე ხარ ისი თქმა მინდა რომ დღეს ვნახულობდი ინსტაგრამზე ჩემი ნაცნობი არის მარიამ ქელბაქიანი, რომელსაც სიმსივნე აღმოუჩინეს თავში, საკმაოდ დიდი წლების წინ და მისი გადაწყვეტილება იყო, რომ ანუ არაფერი არ დანებდა, ანუ გაიკეთა კიდეც ოპერაციები ყველაფერი, ეხლა დღეს წერდა ზუსტად და მაქედან დამამახსოვრდა ყველაზე კარგად ეს ისტორია. კარგად არ ვიცი, მაგრამ ეგ ისტორია მახსოვს და დღეს ქონდა ჩამოწერილი, რომ ოპერაციაც გავიკეთეო, ცოტა დამრჩაო ძალიან, იმიტომ რომ რაღაც ის იყო, რა ქვია, შეიძლება და უფრო დიდი პრობლემა გამოიწვიო და ცოტა დამიტოვესო და მოკლედ გადაწყვიტა, რომ სულიერ გზაზე ეცხოვრა და ზუსტად აი რასაც რადიკალური პატიება გეუბნება, მაგას აკეთებს ეს გოგო თავისით და დაიწყო მაშინ რა რამდენიმე წლის წინ როცა ეს მოხდა და დღეს უკვე ისე კარგად არის, მისულიც ვიყავიო და თურქეთში ვიყავიო და ნახესო და ძალიან დაპატარავებული ამის ნაწილი და ეს ყველაფერი შეუძლია ამითო, რომ აი ჩემ ემოციებსო ბოლომდე უგრძნობო და ვუშვებო. როგორ ვიპოვოთ ეს გოგო? მარიამ ქელბაქიანი და კი და დღეს ვნახე, რომ კურსები დაუწყია, ასწავლის ხალხს ამ ყველაფერს. ძალიან მაგარია და მე არ მეგონა საქართველოში ეს პრაქტიკები თუ იყო და ეხლა დავინახე მარიამ წარმატებები. მოგკითხვა. და ნუ მოკლედ არ ვიცი. ნინა, აი კითხვა მაქვს შენთან რა. შეიძლება თუ არა ძალა დაატანო შენ თავს და ძალა დატანებით აი მას ვამბობ იცი წინა ერთ-ერთ პოდკასტში ვიყო ნინოც აქ და იძახდა რომ fake it till you make it რა რაღაცები არის ანუ ხანდახან აი რომ მოკლედ უნდა ძალიან დიდი ხანი ეცა და არ გჯეროდეს ეცა და ეცა მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება დაიჯერო და სხვათა შორის ნინი ამაშიც არის ერთ-ერთი თავი fake it until you make it. ეხლა ზუსტად ეხლა ვთარგმნი მაგ თავს fake it until you make it. ანუ როგორ დავთხოვა? კი, მაგრამ ძალდატანებაზე გეტყვი იქამდე, ანუ აქ არ არის ძალდატანებაზე საუბარი. აქ არის უბრალოდ რომ შენ არ შემოუშვა ეს არ აქციო ეს ენერგიები ცუდ ენერგიად და ეცადო რომ პირიქით კარგისკენ გაუშვა და ანუ ესე აქვს გამოყენებული
fake it until you make it, თორე არა ის რომ უბრალოდ ხო მე ვთარგმნე ესე ითამაშე სანამ არ გამოგივა. აუ ძალიან კაია. ოჩახე რა კარგად თარგმნია. ეს როდის იქნება? როდის იქნება? ეს იანვარში უკვე უნდა იყოს. დაბეჭდილი? ნათარგმნი. არა, ნათარგმნი იქნება დეკემბრის ბოლოს და როგორც მარიამმა მითხრა, მე მგონი თუ სწორად მახსოვს, იანვარში უკვე ესეთ უნდა იყოს. ძალიან მაგარი ამბავია, ეგ მე მერიდებოდა კითხვა და არა, მე დედლაინებს ძალიან მკაცრად ვიცავ. ხო, და რაც შეეხება ძალდატანებას, ძალდატანების ნაწილში არის სიეტლის უნივერსიტეტში, მოკლედ შეკრიბა სტუდენტები და უთხრეს, რომ ესე ახლა დასხედით და დაფიქრდით და აპატიოთ იმ ადამიანებს, ვისაც გინდათ რომ აპატიოთ და ხო, ან ვისაც არ გინდათ და მოკლედ ის ხდნენ 1 დღე, 2 დღე და მოკლედ ბოლოს პირიქით რა, ძალიან დიდი ბრაზი მოაწვათ, იმიტომ რომ არ უნდათ რომ ეპატიებინათ და თქვეს რომ მოკლედ არაო რა, არ გამოდისო, არ გვინდაო და რა წამსაც ესენი დათანხმდნენ რომ კარგი, მე მოვიდაო ერთი ბიჭი და თქვაო რომ აი როგორც კიო გავთავისუფლდიო მაგისგანო რომ აი უნდა ვაპატიო კი არა და დავფიქრდიო ხო ეგრევე თვითონ მოვიდა ავტომატურად ეს პატიების შეგრძნებაო და აი რაღაც იმას ვქენითო გავუშვითო რა ამიტომ ძალდატანებით არაფერი არ ხდება და მთელი მიზანი არის რომ შენ მომართო შენი შეხედულებები ესე რომ ესე უყურო დააკვირდი ამ ყველაფერს რა მან შემიძლია აქაც გავაზიარო ჩემი გამოცდილება რომ რო გითხრა რომ მე რაღაცას ვაძალებ ჩემ თავს ხო ბევრ რაღაცას ვსწავლობ ხო ბევრი ინფორმაცია მეტიალებს თავში იცი რა მუშაობს უბრალოდ ამ ინფორმაციის ცოდნა. ან თუ ადამიანები ამ უბრალოდ გვისმენენ ახლა, და იმედია გვისმენენ და თქვა არ ვზივართ, მაგრამ თუმცა კაი, დათოხო გვისმენ. თუ ადამიანები ან უკვე ეს არის რაღაცა ცვლილება თავში. ან ამასაც მაქვს მე ჩემ თავზე ზუსტად ვიცი, არავის არ დაუძალები, არავის არ უსწავლები, არავის არ გამოცდები არ ჩამიბარები. უბრალოდ რომ ეს ინფორმაცია ესე შევიდა ჩემში და თუნდაც მე გამოვიდა. ეგ არის ზუსტად მზაობა, რაზეც არის გამახვილებული ყველაზე დიდი ყურადღება, რომ ადამიანს უნდა გქონდეს მზაობა და თუ პროცესს ბოლომდე მიენდობი, იმას მიყავხარ ზუსტად იქ, სადაც საჭიროა. აი, ეგ მზაობა თუ არ გაქვს, სამწუხაროდ ანუ არ დადგება მალე ის რაღაც რაც უნდა დადგეს შენ ცხოვრებაში ეს შედეგი, მაგრამ კოლინი ამასაც ამბობს, რომ შენ შეიძლება არ გჯეროდეს ამისი, მაგრამ რადიკალური პატიების worksheet-ი რაც არის ეს სამუშაო ფურცელი, მაგას ეგ უნდა გააკეთო და მაინც სადღაც მოვაო. ანუ არ უნდა შეჩერდეო რა, fake it until you make it. მაგ შემთხვევაში გამოდის რა. ეს worksheet იდეაში ეგ არის, ხო ეს 5 ეტაპი, რასაც ვიწახე. კი, აუ იქ იმდენი რაღაცები არის, ხო და ხო, აბა მაგასაც. და ძალიან მიხარია. ხო და აი ეს ერთ-ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი მზაობა, იმიტომ რომ არიან ადამიანები, ჩემ გარშემო ძალიან ბევრია, ვისაც ჩაკეტილი აქვს ეს და აი არ უშვებენ და ის მზაობა არ აქვთ, რომ პროცესებს მიენდონ და სინამდვილეში ყველაფერი ბევრად მარტივი იქნება. სულ ამ წიგნიდან გამომდინარე კი არა, აი ხო ვიცი, ახლა შენ გიცნობ, ძალიან ადვილად შემოდის შენში ყველა ინფორმაცია და დიდი ცნო, ალბათ ცნობის მოყვარეობის დონეს, მაგრამ აი რა განაპირობებს იმას, რომ ადამიანს აქვს ზაობა, რომ ეგ რაღაცეებისთვის ღია იყოს? მე ვფიქრობ, რომ ისევ ის გამოწვევები და დაბრკოლებები, რაც მოდის შენ ცხოვრებაში, მაგას მიყავხარ მანდ და როგორც ისევ უბრუნდებით, მე აი ამ რადიკალური პატიების ერთ-ერთ განშტოებას, რომ კრიზისი კი. რა ყველაფერი რაც არის კრიზისული, ხო, რაც ხდება, მოკლედ ვერ განვითარდები და გაიზრდები თუ ყველაფერი მშვიდად არის რა. თქმა უნდა. ადამიანებს გვაქვს შიში ძალიან დიდი კრიზისების შიში მე ყოველ შემთხვევაში სულ რაღაცების შიში მქონდა რომ ეხლა იმის ეხლა მაგრამ რეალურად მარტო კრიზისებს და ეგეთ რთულ სიტუაციებს გადაყავხარ რაღაც შემდეგ დონეზე. და ყველა ვეძებთ სულიერ სიმშვიდეს. ადამიანი არ მეგულება, რომელიც მაგას არ ეძებს და აი ზუსტად მაგას გეუბნება, რომ აი ამ ყველაფერს შენ საბოლოოდ მიყავხარ სულიერ სიმშვიდემდე და აი ხო აი ამ ბობოქარ რაღაც დრამებს და ასე შემდეგ და მე ამ ყველაფერს გადაივლი, გავუშვებ, ისწავლი როგორ უნდა მართო და სულიერი სიმშვიდეც მოდის. სადღაც ნახე, ისეთი წარწერა იყო, რომ
თუ შენი სულიერი სიმშვიდე დამოკიდებულია სიმშვიდეზე გარშემო, ეს ნიშნავს, რომ შენ კონტროლი გინდა რა, მაგრამ შენ თუ შეგიძლია რომ ცეცხლში მიწის იმაში რა, მიწის ძვრაში და უბედურება შეენარჩუნო სულიერ სიმშვიდე, ესე იგი შენ დაეუფლე რა ამ სიმშვიდის იმას. და რა გამახსენდა მაგაზე? ერთი ძალიან მაგარი თავი არის, უბრალოდ ძალიან მაგარი ისტორია არის, რომ კოლინს ყავდა მეგობრები ინგლისის რაღაც შორეულ მთებში, მე მგონი შოტლანდიაში, ბოდიში შოტლანდიის შორეულ მთებში, სადაც აკეთებდნენ რაღაც ვორქშოპებს რა და ის იყო ძველი ციხესიმაგრე იყო და მოკლედ ის იყო ვიღაცამ თქვა რომ სადღაც მოისმინეს მოკლედ რომ ელოდათ რაღაც მიწისძვრა თუ ქარიშხალი უნდა ახლოვდებოდა რა და მაგრა შეეშინდა ქმარს და ვისიც არის რა ცოლქმრის იყო და ქმარი ამბობდა რომ დავაზღვიოთო რა უეჭველიო თორე რავიო რამე არ დაემართოსო და ნუ მოკლედ ამ ცოლმა არაფრით არ დააზღვევინა მე რო ეხა ეგ დავაზღვიო ნიშნავს რომ მეო მჯერაო რომ ეს ამას რაღაც მოვაო და კომპანია ბოდიში ვიხდით ბოდიში მაგრამ მეც რო გითხრა რა მე მაგ არ ყავს დაზღვეული ხო და მეო არ უნდა დავიჯე მე თუ დავიჯერეო ეგო მაშინ მოხდებაო და მე არ მჯერაო მაგის რომ რამე მოვაო ამასო და მოკლედ არაო და ნუ ქმარმა ხელები აცია და ვეღარ შეეწინააღმდეგა და მოკლედ ძალიან ბევრი ხალხი ისეთი posh people ჩამოვიდნენ ამ რაღაც workshop-ზე ყველანი შიგნით იყვნენ შესულები ამ ციხესიმაგრეში და ატყდა ღამე ისეთი ამბავი რომ აი გარეთ ვერ გამოიხედავდი შტორმი და უბედურება და მარტო ეს სახლი გადარჩა ვერ გამოდიან იმიტომ რომ ჩახერგილია ყველაფერი და დილას რო გამოვიდნენ მოკლედ ყველაფერს გარშემო ხეები აქვს დაცემული აი არ ვიცი რა ხდება და ამათი ციხესიმაგრე დგას ესე როგორც არაფერი ძალიან დღეს რაღაცა ძალიან ბურძგლავსნი ანუ არც ერთ ეპიზოდში ამბული დაბურძგო არ ვქონი კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას იცი რას კითხავ შენ რადგან ქართულ ენაზე თარგმნი და რადგან ეხა ქართველებს ვესაუბრებით შენი აზრით რამდენად ახლო არის ეს კონცეფცია ჩვენ ერთან რა აი რამდენად ახლო არის ქართული ადამიანის გულისთვის და რამდენად მარტივად შეიძლება რომ შემოვიდეს ჩვენ რაღაცა ცნობიერება. სხვათა შორის თვითონ კოლინი არის ინგლისელი, რომელიც ამერიკაში ემიგრირდა წლების წინ და იქ ცხოვრობს და მაგას ყვებოდა რომ დაუბრუნდიო ინგლისშიო რაღაც პერიოდიო და ვორქშოპის ჩატარება რომ მინდოდაო, დამავიწყდაო ინგლისელების მიდგომები ემოციებთანო და რო ჩავედიე და დავინახეო რომ როგორი შეუდრეკელები არიანო და არაფერს არ იღებენო და ისხლიტავენ ყველაფერსო დიდი შრომა დამჭირდაო, მაგრამ მაინც შევაღწიაო. და ჩვენ ინგლისელებისგან განსხვავებით, ჩვენ ყველაფერი იუმორში გააყვავს რა. ანუ იუმორიც ხო პრინციპში არის გაქცევა ემოციებისგან და ანუ დიდად არ განვასხვავდი, იმიტომ რომ ინგლისელები უბრალოდ რაღაც ცივები იკეტავენ და ქართველები ყველაფერი გადაყვავს. რაც ცუდი არ არის, ანუ რას გულისხმობ, რომ ძალიან კაი გადარჩენის მეთოდი არის, ყველაფერში რაღაცა იუმორის ნაწილი, მაგრამ ხო ალბათ აქაც იქნება ცოტა ისეთი. ჩემი აზრით ეხლა დადგა ზუსტად ეგ დრო, რომ თერაპიაზე ყველა ხმამაღლა საუბრობს, ცუდად ყოფნაზე ყველა ხმამაღლა საუბრობს, ბოდიში უფრო მეტად ქალები, სამწუხაროდ კაცებო თქვენ შეგიძლიათ რომ ისაუბროთ თქვენს ემოციებზე და გრძნობებზე და უფრო ღიად, იმიტომ რომ არც ერთი კაცი არ ყავს მოწვეული პოდკასტში უნდა გამოვცვალო. სხვათა შორის ჩვენ რომ შენ ვერ მოდიხარ, მაგრამ გადატრა გადახვევა ტორტების ვორქშოპზე ქეთისთან რომ მივდივართ. მაგასაც აი მიგვა ფინანსური სპექტაკლი, მიგვა გასტროლებზე საქართველოს რეგიონში და ნუ ეს გოგო არის საოცრებებს აკეთებს შენ ციცი ქეთი ბზიკაძე. ეს არ ვიცნობ და ეს მიმოწერები გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია მინდა რომ მოვხვდე მაგის ვორქშოპზე და ძლივს. რაც უნდა იცოდეთ ამ ადამიანზე, აი ასე იპოვის რაღაც ფანტასტიკურ ადამიანს გვიყვება ყოველს აგვანთებს. გონია რომ აი მართლა ნინის აქ უნდა რომ ეს რაღაცა ბრილიანტი ხალხი აღმოაჩინოს და მე მართლა სამყაროს გააცნოს ეს. ხო და ეგ ამბობდა ეხლა ზუსტად რომ ყავდა ბოლო ვორქშოპზე ერთ-ერთი გოგო მივიდა მამასთან ერთად. და ისეთი მაგარი ტორტი გამოაცხვა მამამ. მართლა გენები ხო და ისეთი ის გამოიწვია ამან რომ და თვითონ ქეთიც იძახდა რომ მე რატომ ეტიკაცი არ მოდისო აი რა. აუ ეგ ძალიან კაი დედა ბაბა ჩემი თერი ცხოვრება ეძახის რომ აბა ჩემი გაკეთებულია მიირთვით რაღაცებს და ჩემი რა აკეთებს ხოლმე ის ძალიან სულიბრალებს და ეხლა დავიხვან და იქნება იდეალურ იცი რა საყვარლობა გამოვიდა მე ვიდეოც და ის კაცი როგორი სიამოვნებით აკეთებს ამ ყველაფერს და აი მაგრა ის სიამოვნა ულამაზესი ტორტი გააკეთა გადაწყვეტილია და
ხო, მოვუწოდებ ასევე მამაკაცებსაც აუცილებლად გააკეთონ ესეთი რაღაცები. ცოლები რო წაიკითხავენ, მე სხვათა შორის მე ეს პოდკასტები ხო მანამდე აუდიო ვერსიით მქონდა Spotify-ზე და Apple-ზე და რამოდენიმე გოგო მომწერა რომ თქვენ პოდკასტებს უსმენთ ხოლმე გზაში მე და ჩემი მეუღლე რომ ვივდივართ და რო იცოდე ოღონდ აი აუდიო ვერსიაში სტატისტიკურად 30% მამაკაცები მისმენენ, ამიტომ თქვათ ეგრეთ ხო და ნახერაშია საქმე ჩუმად აკეთებენ მაგ ყველაფერს და საქმე ეგ არის რომ იკავებენ რაღაცებს რაც არ უნდა თავარი აზრი ისე რომ გავუშვი და შეიგრძენი და გამოუშვი იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება თუ რას ვიცახი თუ რაღაც ასაკის ადამიანებს ახლა დიდად ვერ შეუცვლი მაგას ქემაიც ჩვენ ბიჭ შვილებს დავეხმაროთ რა რომ მანდ მივდიოდი ზუსტად რომ ეხლა დადგა თქო ეგ პერიოდი როცა შედარებით მზაობა არის ხალხში რომ მსგავს რაღაცებზე ისაუბრონ მიიღონ მსგავსი რაღაცები და ამიტომ მგონია რომ უფრო მარტივი იქნება აი აქეთ თაობასთან აი უფროს თაობასთან შედარებით რთულია მაგრამ არიან ადამიანები ვინც ნამდვილად პირიქით აი მაგალითად დეიდა ჩემი არის ძალიან ეგეთი ადამიანი რომ ქართულის მასწავლებელი არის მეც მასწავლი და ეხაც ასწავლის და აი ყველაფრისთვის ღია ყველაფერზე ღია არის იღებს ყველა შენიშვნა იქნება ეს თუ არ ვიცი კომენტარი ყველაფერს იღებს ძალიან ისა და ჩემგანაც ყოველთვის იღებს ხოლმე რჩევებს თუ მეკითხება ხოლმე რაღაცებს და ძალიან და ძალიან კარგია ესეთი ადამიანი რომელიც ახალგაზრდებს უსმენს იმიტომ რომ რაღაც პერიოდი მეც მქონდა ხოლმე რომ აი ეს პატარა რანაირად იქცევა რანაირად იმუშავა ოღონ ადრე რა და ჩემზე პატარა რო იყო ხო მე რომ დიდი მეგონა თავი და ჩემზე პატარებს ცოტა ესე რო ყოფილი და უფ თუ რაღაც და მე მივხვდი რომ ეგ არ შეიძლება და ეგ მომსდევს ზუსტად იქიდან რომ ჩემზე უფროსი თავობა ეგრე ჩვენზე ეგრე ლაპარაკობდა და დღემდე ეგრე ლაპარაკობენ ვიღაცები და არ შეიძლება პირიქით რა უნდა შეუწყო ხელი და მიყვე და შენც ისწავლო იმათგან რაღაცები იმიტომ რომ და აი ახლა შენ ყვები ხო პრინციპში რაც აქამდე განვიხილავდი თუ იყო საუბარი იმას რომ რაღაცა სიტუაცია რო ხდება ვიღაცა არის გამტარი ამ სიტუაციის. არის თუ არა მომენტი, როდესაც გჭირდება რადიკალური პატიება საკუთარი თავის. აუცილებლად პირველი ალბათ ჩემი აზრით ეგ არის, იმიტომ რომ თუ საკუთარ თავს არ აპატიე, აი ეგ რაღაცები, მე მაგალითად საპატიებელი მაქვს რაღაცები ჩემ თავთან კიდევ. ანუ უკვე თავში სია ჩამომივიდა. თან ლაპარაკობ და თან სია მეწერებ. კი და ამ წიგნის წაკითხვის მერე ძალიან ბევრი რაღაც ვინანე რაც ცხოვრებაში გამიკეთებია ბრაზის გამო და თავი შემიკავებია რაღაცეებისგან და ვითომ აი მითამაშია რომ ვაპატიე და სინამდვილეში არ მიპატიებია და რასაც შეუშლია ჩემთვის ხელი წინსვლაში რა. აი მარტო ხოს პატიებას არ ვძახ, აი საკუთარ თავზე მე მაგალითად მქონდა რაღაცები ქცევები მქონდა რაც დამცხვენია რა. მართლა მქონდა რომ რაღაც არასწორად მithქვამს, ადამიანს ცუდად მოვეკეცი, ან რაღაცა სიტუაციაში მართლა არ მოვიკეცი კარგად და ძალიან ვღრღნის შიგნიდან რომ ნეტა მე რო კი ვუხდი აი ახლა ერთი ჩემ მეგობარს დაურეკე იმ დღეს რომელიც აი ალბათ 20 წლის წინ აი გულში მედო რომ რაღაც ვაწყენინე და მართლა გულით მოვხადე ბოდიში გაგიჟდა ეს აძლევს გამიხსენა მე ძლევს გამიხსენა ისტორია კი არა მაგრამ ანუ რამდენ არის როგორ უნდა მე შიგნით მიზის ძალიან დიდი კრიტიკოსი აი ბუნებით აი ამაზე ვუშავ ყველაზე მეც ახლა თერაპიაში რომ აი სანამ ვინმე მომცემ შენიშნოს და არავინ არ მაძლევს რა თქმა უნდა ახლა მასაკში მადლობა ღმერთ შენიშნოს მაგრამ შიგნიდან აი ისეთ შენიშნებს აძლევს ჩემი თავი საკუთარ თავს რა ეს რატო ქენი ეს რატო უთხარ და სულ მაგრიტიკებს შიგნიდან აი მაგას რა უშუალოდ რამე რეცეპტი აქვს იცი რა მაგამდე ჯერ არ მივსულარ და არ ვიცი აქვს თუ არა მაგის რეცეპტი მაგრამ მე ვფიქრობ პირველ რიგში იმას რომ შენი თავის მიმღებლობაზეა ყველაფერი და შენი თავი შენი აი რასაც თვლი რომ უარყოფითი არის, მაგითიც დადებითად უნდა მიიღო. იმიტომ რომ მე მაგალითად ახლა უცნაურ მაგალითს მოვიყვან, მაგრამ ადრე სულ მქონდა ხოლმე, რომ დავლევდი მეორე დღეს სულ მწვენოდა. ოღონდ შეიძლება არაფერი გამეკეთებინა საერთოდ, მაგრამ აი უბრალოდ სულ მწვენოდა ხოლმე, ხო? აღარ სვავ თუ არა, კი, სვა, მაგრამ ანუ მივხვდი რომ რისი მწვენია, ხო? ანუ აი მივიღე რა ეგ მომენტი, რომ ანუ არაფერს არ ვაკეთებ და რატომ მწვენია? ჭამდა იმ მთელი დღე შფოთვა მქონდა მაგის გამო, ხო და მე დავამატებ ჩვენ დედებისის გვაქვს გილდს რო ეძახიან. აი გუშინ ვიყავი მაგალითად ძალიან გავერთე დაბადების დღეს ჩემი მეგობრის და გვიან მივედი სახლში და იქ ჩემი შულს თურმე ახველებდა ღამე და ნუ აი ეგრევე
ის რომ აი ბავშვი დავტოვე რომელს აი ნიშანი იყო და უარი თქვა არა თუ კი არა ნინი არა თქვა ესე გაქანავდა ხო და მოკლედ ანუ შობლი დედებს განსაკუთრებით აი ეს დედის ის გვაქვს რა გავეხოდა ანუ შემაშინებ აი ვიცი რასაც გულისხმობ ჩემი ორი თანამშრომელი დეკრეტიდან რომ გამოვიდნენ ტიროდნენ დღე და ღამე სამსახურში რომ რატო ვარ სამსახურში ბავშვი სახლში არის უჩემოდი იზრდება ოღონდ მართლა ტიროდნენ ესე რაღაც მომენტში ერთმანეთს უყურებდნენ და ტიროდნენ ხოლმე ანუ ძალიან კაი სამსახური მქონდა ბანკში ერთ-ერთ უმაღლეს პოზიციაზე და აი ძალიან რეალიზებული ვიყავი და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგ იყო რომ დეკრეტიდან არ მინდოდა დაბრუნება. ხო და მაგრამ ეგ ნახე ეგ არის შენი გადაწყვეტილება რა გაქვს პრიორიტეტი მაგ მომენტში რა გირჩევნია ანუ არ უნდა იყოს ეგ შენთვის შფოთვის მომგვრელი შენთვის რაც შფოთვის მომგვრელია ესე იგი კარგი არ არის ხო და რაც გინდა მე მაგის მომხრე ვარ ყოველთვის რაც გინდა და რაც თვლი რომ უნდა აკეთო ანუ არ შეეწინააღმდეგო რა შენ თავს რაღაცეებში იმაზე რომ სანამ სხვების პატიებაზე გადავალთ და სიტუაციების პატიებაზე პირველ რიგში უნდა საკუთარ თავს და აი რაღაცა პატიების ცერემონიალი აი ნახე როგორც ვერ გეყვარება სხვა შენი თავი თუ არ გიყვარს ეგრე ვერ აპატიებს სხვას თუ შენ თავს არ აპატიებ რადიკალური პატიების გადმოსახედიდან შეხედე ყველაფერს და ანუ იტყვი რომ აი ნახე ესეა საჭირო ესე უნდა ხდებოდეს იმიტომ რომ აქ მე ყოველთვის მჯეროდა უბრალოდ არასდროს არ მჯეროდა ბედის წერის და ვფიქრობდი რომ ჩემ ხელშია ბედის წერა მაგრამ აქ გეუბნება რომ შენ გაქვს ორი ცხოვრება ერთი არის ღვთაებრივი ჭეშმარიტების სამყარო სადაც ცხოვრობ შენი სული და ერთი არის ადამიანური სამყარო და ეს შენ გაძლევს free wills ანუ თავისუფლებას აქ რომ არჩევანის თავისუფლებას როგორც გინდა ისე მოიქცე და შენ როგორც გინდა ისე იქცევი მაგრამ აქედან უკვე მისია რაც გაქვს მანდ მაინც მიდიხარ ესე წახვალ თუ ესე წახვალ იქ ბოლოს მაინც მიხვალ ხო და ანუ სამ ბედის წერისაც ვიწამე ანუ ჩემ ხელში არის და შემიძლია რომ ესე ვქნა და ისე ვქნა და როგორც მინდა ისე ვქნა ანუ მაგის მე ეს რაცხვები ზუსტად ეგრე მჯერა მე საბოლოოდ მაინც მივდივართ იმ მისიას ვასრულებთ სადაც მივდივართ და აქ იყო საუბარი რომ როცა შენ უკვე ამ ყველაფერს მიხვდები და გაიაზრებ გახსენდება ის აი შენი ის ყველაფერი ისთვის ხარ აქ რა და ეგ არის ყველაზე ერთ-ერთი მაგარი რაღაც და მე გამახსენდა რომ ბებია ჩემი რომ ცუდი ის უნდა მოყვე ხა ისტორია მაგრამ ბებია ჩემი რომ საერთოდ არ არის აქ მაგით არ ვიკრიბებით რა ყვავილები როდებს და ეს რაღაცა ფერადი არ ნიშნავს რომ ბებია ჩემი რომ კვდებოდა უკვე ძალიან ცუდად იყო და ვიცოდით რომ ბოლო დღეები იყო და ამბობდა რომ ხედავდა ვიღაცას და ანუ ოღონდ ძალიან ნაცნობ ადამიანს რა და აი მე ანუ ამ განმოსახედიდან დავფიქრდი რომ ნეტა იქ ხო არ ბრუნდებოდა და იმ ანუ უკვე გაანალიზებული ქონდა ყველაფერი და იმ თავის სამყაროს უბრუნდებოდა და ნაცნობებ ანუ იდეაში ბებიაჩემს შვილი ყავდა კიდე გარდაცვლილი პატარა ახალდაბადებული და რაღაც მაგასაც ვფიქრობდით მაგრამ ეხლა ამ განმოსახედიდან ესე ვუყურებ რომ იქნებ უბრალოდ იქ ბრუნდებოდა იმ თავის ნაცნობ სულებთან ერთად და ხო ეგ ძალიან მომწონს ეგ ამბავი იმიტომ რომ ადამიანები ვინც ჩვენ გარშემო არიან ეხლა თუნდაც შენ ჩემ ცხოვრებაში შეიძლება ზუსტად მაგითო გამოჩდი რომ რაღაცეები ჩემთვის დაგენახებინა და როგორც შენ ჩემთვის ეს სულები იქაც რომ ისევ ერთად ვართ ეგ ძალიან დიდი მეც მანიჭებს რომ არ ვკარგავთ ერთმანეთს. ამაზე კარგი რა უნდა ვთქვათ, რომ დასრულების ის იყო თავარი. ნინ, დაგვრჩა რამე ამ თემაზე სასაუბრო. ჯერჯერობით მე 20 თავზე ვარ და 10 თავი დაგვრჩა კიდე დასაკითხი. მაგრამ რაც გავიარეთ, მე მგონი აბსოლუტურად მაშინ ერთ ბოლოს გაგესავ, აი ერთი რაღაც, რაც შეიძლება რომ აი რაღაცა ერთი მესიჯი აი ამ რადიკალური პატიების რითიც დავასრულებდით ამ პოდკასტის ეპიზოდს, რაც უნდა წამოიღოს ადამიანმა ამ წიგნის დაკითხვის შემდეგ. დავფიქრები. ეიფიქრე წუთი მე რაღაც ყვავილებს ჩავყვნას. მიდი. ვიტყოდი რომ პირველ რიგში ჩემი აზრით საუკეთესო თუ ისევ არის, როცა ადამიანს აქვს მოთმინების უნარი. და ამ შემთხვევაშიც მოთმინება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც. და მოთმინებას მოაქვს მე აი ყველაფერი, იმიტომ რომ თუ ხარ მომთმენი ადამიანი,
აკვირდა ითმენ, აკვირდები რაღაცებს. ხო არ ნიშნავს მოთმინება იმას, რომ ახშობ. არა. მოთმინება ნიშნავს, რომ უნდა რაღაცებს უნდა დაელოდო, რომ მოვიდეს რა, ანუ აი არც ძალდატანებით რაღაცები არ უნდა აკეთო. მინდობა, ხო, აი ესე ვთქვათ, მიენდო პროცესებს ეგ არის და მიხვალ იქ, სადაც საჭიროა და აი ზედმეტი ჩართვების და როგორც სკოლინი ამბობს, ადამიანური გავლენის გარეშე. აი უბრალოდ სულით ესე წახვიდე და გააყვე და გაფრინდე. აი ეს უნდა დღეს მე გამიგო, იმიტომ რომ მე ხო სუჩარევას ვცდილობ და სამყარო ყველა მხრიდან ამას მინანიშ. საუნდ-ჰილინგის ბარათებში ამომდის რომ მიენდე. იქ წიქ შემოდის მე ნინი გიუნაბოდის მეუნება მიენდე და იქნებდა მიენდე. მადლობა ნინი, ძალიან კაი იყო. მგონია რომ არც აი ზუსტად ვიცი რომ აქ ამ რაც ვისაუბრეთ, აი არც ერთი სიტყვა არ იყო, რაც უბრალოდ ვიჭორავეთ, ანუ თითო სიტყვა იქნება ისეთი, რომელიც ადამიანს ძალიან გამოადგება და აი მართლა მიღწეულია მიზანი ამ პოდკასტის შექმნის. მადლობა რომ გვისმენთ, მეგობრებო. იანვარში ესე იგი ნინის ნაშრომს ვიხილავთ წესით და გირჩევთ რომ მართლა ყველამ შეიძინოთ, იმიტომ რომ ცხოვრებას ცვლის ეს წიგნი. და ვიტყვი რომ მე არ ვარ ექსპერტი ამ ყველაფრის, უბრალოდ რადიკალური პატიების წიგნის წაკითხვის შედეგად და თარჯიმანი ვარ. უკვე ექსპერტი ხარ. უკვე ნელ-ნელა ვხდები ექსპერტი, მაგრამ ხო, ესეც უნდა ითქვას, რომ მე წიგნის მიხედვით ვსჯელობთ ახლა აქ და რომელიც არის არაჩვეულებრივი წიგნი. კაცნი, ნინ მიყვარხარ, მადლობა დიდი. მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.